მოგესალმებით. შაბათ საღამოს 9 საათზე პირველ არხზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. მათ შესახებ ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვთ. მათ შესახებ ხშირად კლიშეებით საუბრობენ. მათი ეშინიათ და ოჯახის წევრებიც კი ერიდებიან. სტიგმა და მცდარი შეხედულებები ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებთან ურთიერთობისას ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. დღევანდელი ჩვენი გადაცემა სწორედ ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანების შესახებ მოვამზადეთ. გადაცემის დასკვნით ნაწილში მთავარი სტუმარი, ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკის ხელმძღვანელი ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს. მანამდე კი ჩვენი რეპორტაჟი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან. ჩვენ ახლოს გაგაცნობთ ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებსა და მათ პრობლემებს. ჩვენი კამერისთვის ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს კარი იღება. ისინი საუბარს თითქმის ყოველთვის ამ ფრაზით იწყებენ: მე გიჟი არ ვარ. მოიცადეთ ერთ წუთი თვალები გავიწმინდო. მართლა გიჟს არ დავემსგავსო. ერთი შვილი მყავს, გოგონა მყავს 15 წლის. ამჟამად ჩემი დასთან არის, ისევ თავის მამის ოჯახში იზრდებოდა ეს 5 წელიწად ნახევარი. მე არ მყავდა ნანახი ჩემი შვილი. და ეხლა ძლივს მომეცა საშუალება რომ ნახო ჩემი შვილი. აქ ყველას თავისი ისტორია აქვს. ხანდახან ერთმანეთის მსგავსი, ხშირად ძალიან ინდივიდუალური და განსხვავებული. ყველა მათგანი გვიყვება როგორ მოხვდა ამ დაწესებულებაში და რა გზა გაიარა ფსიქიატრიულ საავადმყოფომდე. უკვე 2 თვეა რაც ახავარ. აქედან რო გავარ მეუღლეს უნდა ჩავეხუტო და რავი, ჯვრის წერა და აქედან ამერიკაში მიდა წასვლა. მეუღლე ყავს გათხოვილი ხარ? კი, მაგრამ ჯერ არ აქვს ხელი მოწერილი. შვილები? შვილი კი 5 წლის ბიჭი მყავს. Every night in my dreams I see I feel. დღეს ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში 240 პაციენტი მკურნალობს. პაციენტები მღერიან, გვიყვებიან საკუთარ ისტორიას და ცდილობენ თავი მოგვაწონონ. ეგები მაქვს, დიპლომი უნდა ავიღო უცხოენების და მე ვხატავ. კარგად ვხატავ სხვათა შორის. კაი ხმაც მაქვს და მღერი ვარ. საცხოვრებელი პირობები მძიმე და არასახარბიელოა, მაგრამ პაციენტები ინფორმირებული არიან, რომ მალე ახალგახსნილ კლინიკებში გადავლენ. ამ საკითხს ჩვენ გადაცემის დასკვნით ნაწილში კიდევ მიუბრუნდებით. ფსიქიკა არის ტვინის უნარი, ასახოს სამყარო და ობიექტური რეალობა. მოახდინოს გარემოში ადაპტაცია. როცა ტვინის ეს ბუნებრივი ფუნქცია ირღვევა, ადამიანს ფსიქიკური აშლილობა ემართება. ფსიქიკური აშლილობის მრავალი სახე არსებობს. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ორგანული ტიპის აშლილობები და შიზოფრენია. ფსიქიკური აშლილობები ეხება ადამიანის ფსიქიკური სფეროს სხვადასხვა კონტექსტში. მაგალითად, ჩვენ ხვდებით ქცევით აშლილობებს, პიროვნების აშლილობებს, ხვდებით ისეთ რთულ პრობლემებს, რომელსაც მოსახლეობა იცნობს სახელწოდებით შიზოფრენია. მოსახლეობა ასევე იყენებს ტერმინს ნევროზული რეგისტრის აშლილობები, რაც ჩვენთვის დღეს არის შფოთვითი აშლილობები უპირატესად. ეს არის პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა. ანუ ეს არ არის ერთგვაროვანი ჯგუფი დაავადებებისა, გამომწვევი მიზეზების და მიხედვით და რომელ ფსიქიკურ სფეროს აზიანებს ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის დაავადებები. შიზოფრენიის ყველაზე გავრცელებული ფორმა ჰალუცინაციაა. ამ დაავადების დროს ადამიანისთვის სინამდვილეში არარსებული მოვლენა რეალური ხდება და მას სრულყოფილად აღიქვამს. არსებობს მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი და გემოვნებითი ჰალუცინაცია. დღემდე არსებულ ყველაზე ასე ვთქვათ, უძნელეს, ურთულეს დაავადების შიზოფრენიისათვის დამახასიათებელია როგორც სმენითი ჰალუცინაციები, ისე გემოვნებითი ჰალუცინაციები. მხედველობითი ჰალუცინაციები უფრო დამახასიათებელი არის ინტოქსიკაციური ფსიქოზის, მაგალითად, ალკოჰოლის მიერ გამოწვეული ფსიქოზისთვის არის დამახასიათებელი, ნარკომანიოლის ფსიქოზისა და ჰალუცინაცია, საშინელი განცდები. როდესაც ადამიანს ესმის მისთვის უსიამოვნო, გნებავთ მუქარა და თავის დასაცავს საშუალებას ანდა პირიქით ბრძანება რომ ეს უნდა მოკლა, ეს უნდა გააკეთო. ასეთი ჰალუცინაციები შეიძლება ჰქონდეს ამიტომ. ზოგიერთ შემთხვევაში მდგომარეობა რა თქმა უნდა უკეთესად ხდება, მაგრამ ესე რო თქვათ, რომ 100%-იანად პაციენტი გამოვა მდგომარეობიდან ძალიან რთულია და გულახდილად რო თქვა, იშვიათია. საზოგადოებაში დამკვიდრებულია დეპრესიის ცნების არასწორი განმარტება.
ადამიანებისგან ძალიან ხშირად გაიგონებთ, რომ მას დეპრესია აქვს. საქმე კი ასე მარტივად არ არის. ფსიქიატრები ამბობენ, რომ დეპრესია ფსიქოზის ერთ-ერთი რთული ფორმაა და მას სერიოზული მკურნალობა სჭირდება. დღეს ჩვენ ვართ 21 საუკუნეში, რომელსაც განსხვავებით მე-20 საუკუნიდან, რომელსაც ალბერტ კამიუმ შფოთვის საუკუნე უწოდა, ჩვენ შევედით დეპრესიის საუკუნეში და დეპრესიის ასე ვთქვათ მასკირებული სიმპტომები შეიძლება იყოს თქვენი გულის ტკივილი, დაუშვათ დისკომფორტი კუჭნაწლავის მხრიდან, თავის ტკივილები და ასე შემდეგ. ხალხში პოპულარულად არის, რომ აი მე დეპრესია მაქვს, ცუდ ხასიათზე ვარ. ეს არ არის დეპრესია. ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური განცდა, მაგალითად ახლობელი რო გარდაეცვლება ადამიანს, სრულიად ნორმალურად ითვლება, რომ მას ჰქონდეს აი გამოხატული არა იმდენად, მაგრამ მეტ-ნაკლებად გამოხატული გონამ-განწყობის დაქვეითება. დეპრესიას თავისი სადიაგნოსტიკო ნიშნები აქვს. ჯერ ერთი არანაკლებ ორი კვირისა უნდა გრძელდებოდეს ეს დეპრესია. კრიტერიუმებში გარკვეული კრიტერიუმებია და აი კრიტერიუმი არის ორი კვირა უნდა გრძელდებოდეს. დაქვეითებული გონამ-განწყობა, ნაკლებად ლაპარაკობს, არ სურს, სურვილი არ აქვს, ასოციაციები, აზროვნება შენელებულია. პასუხობს ირგვლივყოფების შეკითხვაზე ერთეული პასუხია შეკითხვაზე კი ან არა წელს ლოგინში არ უნდა ადგომა და თუ ღრმა არის დეპრესია და გამოხატულია იქამდეც კი მიდის რომ პირად ჰიგიენას არ იცავს არსებობს მსუბუქი დეპრესია არის ზომიერი დეპრესია არის ღრმა დეპრესია აი სწორედ ზომიერი და ღრმა დეპრესიის დროს ჩნდება სუიციდური აზრები და მცდელობები ანუ თვითმკვლელობისა ამდენად ძალიან ყურადღება მისაქცევია ძნელია ერთ გადაცემაში ჩაატიო ფსიქიკური აშლილობის ყველა სახე. ჩვენ გავრცელებულ ფორმებს შევეხებით. ძირითადად ფსიქიკური აშლილობები 20-დან 30 წლამდე ადამიანებში ჭარბობს. ავადობის შანსი იზრდება თუ პირს დედმამა ან ერთ-ერთი მათგანი მაინც ყავდა ფსიქიკურად დაავადებული. ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმის მიღების შემთხვევაში ფსიქიკური აშლილობა ასაკზე დამოკიდებული აღარ არის. ძალიან დიდ როლს თამაშობს გენეტიკა. მაგრამ არა აბსოლუტურად დაუშვათ თუ დაუშვათ ერთი შობილი არის ავად შიზოფრენიის შანსი დაუშვათ ეს უხეშად რო თქვა რომ ისი შვილი გახდება ავად ნუ წარმოადგენს 10-20% თუ ერთი შობილი არის ავად თუ ორივე არიან ავად დედა და მამა რა თქმა უნდა შანსი უფრო მეტია რა თქმა უნდა მე-21 საუკუნეში გაიზარდა ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზარდთა რაოდენობაც. ეს ქცევითი აშლილობები, რაც ასე ვთქვათ, შემაწუხებელია საზოგადოებისთვის, უშლის ბავშვს ხელს სწავლაში, ოჯახში მოქცევაში, აი ამათმა პროცენტულმა მაჩვენებელმა შედარებით იმატა და ცოტა ნევროზებმაც ბავშვთა ასაკში, რასაც შეიძლება ესავე განპირობებული იყოს, აი მცირე ასაკში მაგალითად დედასთან დაშორების შიშით ძიძებთან რო იზრდებიან, ბავშვს თითქოს მუდმივად აქვს ის განცდა, რომ აი დედას მოაშორეს. დეპრესია რა თქმა უნდა ბავშვებშიც არის, მაგრამ ზოგჯერ ეს შეიძლება გამოვლინდეს სულ სხვა აი ქცევაში, შეიძლება იგივე აგრესიითაც გამოვლინდეს. აი ეს განსხვავება არის ასაკის და მიხედვით. რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს და როდის უნდა მივიდეთ ფსიქიატრთან. ადამიანები ფსიქიკური პრობლემების დროს ხშირად მკურნალობის არასწორ გზას ირჩევენ. ჩვენს იურიდიულ ურთიერთობას პაციენტთან არეგულირებს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ აი ეს პრობლემები, რასაც ქვია შფოთვითი აშლილობები, რასაც ქვია კვებითი აშლილობები, რასაც ქვია ქცევის დარღვევები, რასაც ქვია პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა და ასე შემდეგ, შიზოფრენია და ბიპოლარული აშლილობა და დემენცია, ეს არის ფსიქიატრის კომპეტენცია. რაც შეეხება ნევროლოგებს, მათ იციან დაავადების მკურნალობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საერთო პრეპარატი გვაქვს, საკმაოდ კარგად შეთანხმებულად ვმუშაობთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ფსიქიატრმა ძალიან ხშირ შემთხვევაში მედიკამენტის დანიშვნის პარალელურად უნდა მიმართოს ფსიქოთერაპიას. ან
გადაამისამართოს პაციენტი მედიკამენტური თერაპიის პარალელურად ფსიქოლოგთან, რომელიმე კონკრეტული ტიპის ფსიქოთერაპიას ჩაუტარებს. თუ პაციენტს ფსიქიატრთან კონსულტაციის შემდეგ მწვავე ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში რჩება. კურნალობის ხანგრძლივობა და მეთოდი დაავადების მიხედვით განისაზღვრება. როცა ადამიანი ხდება ფსიქიკურად, ნებისმიერ დაავადება რო ავიღოთ, გინდა ინტოქსიკიური დაავადება, გინდა სხვა დაავადებები, ნევროზის გარდა, მისი კრიტიკა თავის მდგომარეობის გამო პრაქტიკულად არ არსებობს. თუ ადამიანი ამბობს დაუშვათ სიტყვაზე თავისი ბოდვითი პროდუქცია, რომელს დასდევენ, წამლავენ და ამის შემდეგ, ამაზე 100%-იანად ამაში არის დარწმუნებული. ამიტომ ბუნებრივია ამ სიტუაციაში მისი კურნალობა დაუშვათ ამბულატორიულ პირობებში, ან სახლის პირობებში პრაქტიკულად გამორიცხულია და ესეთი ადამიანი უნდა მოტასდეთ, რა თქმა უნდა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ზოგჯერ ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტები საავადმყოფოში იძულებით ხდებიან. პროცედურა კანონის მიხედვით სრულდება. თუ სასწრაფოს ან პატრულის თანამშრომელი არაადეკვატური ქცევის ადამიანს შენიშნავს, ფსიქიატრთან კონსულტაციაზე მიხავს. დაახლოებით შემოდის 2-დან დღეში 2-დან 15 ავადმყოფამდე მიგვიღია დღის განმავლობაში მიღება ყოფილა ესეთი. არის ინტერვიურება ფსიქიატრული გამოკვლევისათვის კლინიკური გასაუბრებას ვუწოდებთ და კლინიკური გასაუბრებით, გარეგნული დაკვირვებით ვახდეთ მდგომარეობის შეფასებას. პაციენტები დიაგნოზის გაცნობის შემდეგ ხშირად უარს აცხადებენ კურნალობაზე. ასეთ დროს საჭირო ხდება მოსამართლის გამოძახება. მოსამართლე ექიმთან გასაუბრებისა და დიაგნოზის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს და უკვე კანონის შესაბამისად პაციენტი ვალდებული ხდება საავადმყოფოში დარჩეს და იმკურნალოს. იკურნება თუ არა ფსიქიკური დაავადებები, ეს ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ. როდის უნდა მიაკითხოს ადამიანმა ფსიქიატრს, რატომ ეშინიათ თავისი დიაგნოზის სხვებისთვის განდობა და რა შედეგი მოაქვს სარეაბილიტაციო კურსს? კურნალობის მეთოდები, ჩვენი რეპორტაჟის გაგრძელება. პაციენტი შიზოფრენიით არის დაავადებული, მაგრამ თავისუფლად უკრავს და მღერის. ხელოვნების თერაპიული გზით გამოყენება ფსიქიატრიაში მკურნალობის გავრცელებული ფორმაა. ამ გზას ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრშიც ინტენსიურად მიმართავენ. ეს ავადმყოფებს სოციალურ გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება. მამაკაცები ძირითადად ხეზე კვეთით არიან დაკავებული. ქალბატონები კი თექაზე მუშაობენ ან სამკაულს ამზადებენ. ფსიქოთერაპია მხოლოდ დამხმარეა ფსიქიკურად დაავადებულის მკურნალობისას. თავარი მაინც მედიკამენტოზური მეთოდია. ესეთი ფსიქოთერაპიული მიდგომა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, კარგია, მაგრამ არ არის პირველ ეტაპზე. პირველ ეტაპზე მაინც საჭიროა წამლით კურნალობა. წამლით კურნალობა, რომელიც დაუშვათ გააკეთებენ ამ სიმპტომების ჯერ ნიველირება, მერე შეიძლება პაციენტი თლად გამოვა ფსიქიკურ მდგომარეობიდან. როცა ნიველირება ხდება, მაშინ პაციენტს ადვილად ემორჩილება რეჟიმს, ადვილად სვამ წამლებს, ან ნებსებს იკეთებ, ან სხვადასხვა მეთოდები არსებობს, მაგრამ ძირითადად სოფლიოში, ყოველ შემთხვევაში, ვინც არის კარგი კლინიკები, ნებისმიერ ქვეყანაში, გინდა საზღვარგარეთ, გინდა ჩვენთან, ძირითადად კურნალობა არის მედიკამენტოზური კურნალობა. ფსიქიატრია მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს იცნობს. ყველა დაავადებას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც პაციენტს შოკური თერაპიით მკურნალობდნენ, რაც ფაქტობრივად უშედეგო იყო. მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე არ არსებობდა ფსიქოტროპული მედიკამენტი, შესაბამისად პაციენტს გამოჯანმრთელების გაცილებით ნაკლები შანსი ჰქონდა. იყო ბარბაროსული მეთოდები საშინელი, ქაფურის კორუნციული თერაპია, ესე კრუნჩხებს ვიწევდით და რაღაცა, იყო ასეთი ეგრეთ წოდებული აქტიური ბიოლოგიური მეთოდები, რომელიც მე თავიდანვე ვიყავი დაინტერესებული ამ მკურნალობის საკითხებით, მუშაობდი და როდესაც მე უკვე თანამდებობაც მივიღე დაწესებულების ფსიქიატრიული ინსტიტუტის ბაზა იყო კლინიკური საავადმყოფო, რომელიც საავადმყოფოს მთავარი იქი ვიყავი, ავგრძალე ეს მეთოდები. იყო პერიოდი, დაახლოებით
30 წლის წინათ, 40 წლის წინათ, უფრო ადრე, როცა იყო ეგრეთ წოდებული შოკური თერაპია ალბათ. იცით თქვენ ეს სიტყვები, მაშინ იყო რამოდენიმე მეთოდიკა, ინსულინოშოკური თერაპია, ელექტროკრუნჩვეთი თერაპია, რომელიც დღესვე აქვს თავისი ადგილი. ინსულინოშოკური თერაპია, პრაქტიკულად ნაკლებად არის უკვე, ამიტომ რთული პროცესია, ძალიან ბევრი არის ხანდახან გართულებები და ამიტომ იშვიათად ვაკეთებ ჩვენ ეს მეთოდიკას, მაგრამ ელექტროკრუნჩვეთი თერაპია ეს არის მიღებული დღემდე. ფსიქიატრიაში რევოლუცია 1952 წელს მოხდა, როდესაც შეიქმნა პირველი ფსიქოტროპული წამალი ამინაზინი. მას შემდეგ უხეშ მეთოდებს ნელ-ნელა ჰუმანური მიდგომა ანაცვლებდა. დაიწყო ფსიქიატრიის მედიცინიზირება, ჭეშმარიტი მედიცინიზირება, როდესაც მედიცინიზირებას რას გულისხმობ? სამკურნალო საშუალების მოქმედებით აშლილი ფსიქიური პროცესების რეგულირება, მოწესრიგება, კორეგირება. დღეს ასეულობით ფსიქოტროპული პრეპარატი არსებობს, რომელიც სხვადასხვა დაავადების დროს და სხვადასხვა სიმპტომის სამკურნალოდ გამოიყენება. ზოგი ჰალუცინაციებს ხსნის, ზოგი ბოდვებს და ზოგიც უბრალოდ ამშვიდებს აღელვებულ პაციენტს. ფსიქიატრები გვეუბნებიან, რომ წამლის გამოყენებას დღეს ალტერნატივა არ აქვს. როდესაც ჰალუცინაციებს მედიკამენტით მოხსნი, ამაზე კარგი რა არის? შეიძლება თვითონ ავადმყოფი მთლიანად ბოლომდე არ მორჩეს, მაგრამ ჰალუცინაციები რომ მოეხსნება, ექიმო დავიბადე გეუბნებ. ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენების პარალელურად დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეაბილიტაციის კურსსა და პაციენტთან ფსიქოთერაპიულ მუშაობას. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრში არსებობს 6 თვიანი კურსი, რომლის მიზანი ფსიქიკური დაავადების რემისიის მდგომარეობაში გადაყვანაა. აქ პაციენტები ყოველდილით მოდიან და თითქმის მთელი დღის განმავლობაში მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადიან. მეთოდოლოგია საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. ძირითადი მეთოდოლოგია არის მათი სოციალური უნარჩვევების განვითარება. ამავე დროს აქ ტარდება ფსიქოთერაპიული ჩარევა, ჯგუფური ფსიქოთერაპია და ინდივიდუალური ფსიქოთერაპია. როდესაც შემოდის პაციენტს, ხდება მისი შესწავლა, არსებობს ფსიქიატრიული დიაგნოზი და არსებობს კიდე რეაბილიტაციული დიაგნოზი. ანუ მას რა რესურსები აქვს, აქ აქცენტი კეთდება არა იმაზე, მას რა არ შეუულია, რა შეუულია და რა ჭირდება ცხოვრებაში, რომ მან იცხოვროს დამოუკიდებლად. ანუ მინიმალური დახმარებით და რა უნარჩვევების განვითარება ჭირდება. მაგალითად ჭირდება, რომ თქვათ აკვირდებიან რეაბილიტოლოგები, რომ ის მაგალითად ჰიგიენას არ იცავს ისე, როგორც საჭიროა. მაშინ დაგეგმა ხდება, რომ ვასწავლოთ მას, რომ ჰიგიენა დაიცვას ყოველდღიურად. ან დროზე ვერ დგება. აქ ის ვალდებულია, რომ დროზე მოვიდეს, 10 საათზე აქ უნდა იყოს. წამყვანი არის პაციენტის საჭიროებები. მათ პირველ რიგში ჯერ ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებს და შემდეგ უკვე სპეციალისტი წყვეტავს კიდე დამატებით რა ჭირდება ამ პაციენტს, როგორ მოვიქცეთ, რომ ის თქვათ ნეგატიური რაც ახლავს ამ დაავადებას, ხშირი გამწვავებები არ მოხდეს ამის თქვათ პროვოცირება. აქ პაციენტებს ასწავლიან და უვითარებენ იმ უნარჩვევებს, რომლებიც მათ დაავადების გამო დაკარგეს ან დაუქვეითდათ. ვინც მკურნალობის კურსს ემორჩილება, ფსიქიატრიულ სტაციონარში დაბრუნება აღარ უწევს. საკმარისია მხოლოდ დაავადების მონიტორინგი და პაციენტის ფსიქოსოციალური მდგომარეობის კონტროლი, რომელსაც ხშირად თავად დაავადებულიც ახერხებს. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ სწორი მიდგომის შემთხვევაში შესაძლებელია პაციენტის საზოგადოებას დაუბრუნდეს და მისი ჩვეული საქმიანობა განაგრძოს. ამის მაგალითია ის ცნობილი ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ფსიქიკური დაავადება აწუხებდათ. ძალიან ბევრი წარმატებულ ადამიანს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ისე წარმატებულ ადამიანს ჰქონდა ფსიქიკური აშლილობა და აქვს ეხლაც, მაგრამ იმიტომ რომ მათ შეიგნეს, მათ გაიარეს მკურნალობა, მერე რეაბილიტაცია, ისინი არიან ძალიან წარმატებულები და შეუულიათ საქმიანობა, საზოგადოებაში ინტეგრაცია, ისინი მსახურობენ. ეს არის რეაბილიტაციის მთავარი მიზანი, ეს ადამიანები დავაბრუნოთ საზოგადოებაში და დავასაქმოთ. ეს არის მთავარი, მაგალითად, ცნობილ ადამიანებზე და ტედ ტერნერი. მას აქვს მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობა, ბიპოლარული აშლილობა. მაგრამ ის წერს თავის ინტერვიუში, რომ 10 წელი დამჭირდა, რომ შემეგნო რომ ეს აშლილობა, მაგრამ წამალი მიიღო. ახლა წამალს სვამ და მე ვარ წარმატებული ადამიანი.
ჰემინგვეი არ იღებდა წამლებს და დეპრესიულ ბიპოლარული აშლილობა ძალიან ბევრი მწერალი უინსტონ ჩერჩილის დროს წამლები არ იყო მაგრამ ის მაინც მკლავდებოდა თავის დაავადებით წარმატებული ადამიანი ქართველი ფსიქიატრები მდგომარეობის გამოსწორებას ამბულატორიული სექტორისა და რეაბილიტაციის კურსების განვითარებაში ხედავენ. მათი აზრით საჭიროა მობილური ჯგუფების ამუშავება, რომელიც პაციენტების დახმარებას მათ საცხოვრებელ ადგილზევე შეძლებს. ძალიან ბევრი საშუალებაა იმის, რომ აცდეს პაციენტი ჰოსპიტალს. რა თქმა უნდა, ეს სისტემა პირველად ჯანდაცვიდან იწყება. ეს იქნება ოჯახის ექიმი თუ პოლიკლინიკა თუ როგორც შეიძლება რაღაც გარკვეული პრობლემები ამ ეტაპზე გადაიჭრას. შემდეგ ვთქვათ, თუ ეს პრობლემა არ გადაიჭრა ამ ეტაპზე, შეიძლება ეს პრობლემა მობილურმა ჯგუფმა გადაჭრას, არსებობს სხვადასხვა ტიპის მობილური ჯგუფები კრიზის ინტერვენციის, რეაბილიტაციის თუ ამ ეტაპზეც ვერ გადაიჭრა პრობლემები, შემდეგ მიმართავენ უკვე სპეციალიზებულ დაწესებულებას, თქვა ფსიქონევროლოგიურ დისპანსერს და მხოლოდ ამის შემდეგ თუ ყველა ეს ეტაპი არ გამოდგა ეფექტური, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება პაციენტი ჰოსპიტალში, სტაციონარში და კურნალობის მეთოდები ყოველ წელს უმჯობესდება მსოფლიოში, რაც იმის საფუძველი შეიძლება გახდეს, რომ ფსიქიკური დაავადება ადამიანისთვის ნაკლებად პრობლემატური გახდეს და მან საზოგადოებაში საკუთარი თავის დამკვიდრება შეძლოს. რა ეტაპები გაიარა ფსიქიატრიამ საქართველოში და რა ხდება ამ სფეროში ახლა? პრობლემებზე ბევრს საუბრობენ. რას მოიტანს ამ სფეროში დაგეგმილი ცვლილებები? ფსიქიატრია საქართველოში. ჩვენი რეპორტაჟის მომდევნო ნაწილი. მცირე ისტორია, პრობლემები და პერსპექტივა. ქართული ფსიქიატრიის ფუძემდებლად მიხეილ ასათიანი მიიჩნევა. ის სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრას. 1921 წლისთვის საქართველოში უკვე 3 ფსიქიატრიული კლინიკა მუშაობდა. თბილისში, ქუთაისსა და სურამში. მე-20 საუკუნის პირველ წლებში ფსიქიატრიული დახმარების ერთადერთი ფორმა სტაციონარული მკურნალობა იყო. საქართველოში 1923 წელს გადაწყდა საქალაქო ფსიქონევროლოგიური დისპანსერების, ასევე ამბულატორიული სამედიცინო ერთეულების შექმნა. 1925 წელს შეიქმნა ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც მისი დამაარსებელი მიხეილ ასათიანი ჩაუდგა სათავეში. საგრძნობი ცვლილებები საქართველოში ფსიქიატრიული დახმარების საქმეში მე-20 საუკუნის 50-ან 60-ან წლებს უკავშირდება. ამ პერიოდში ამუშავდა რესპუბლიკური კლინიკური ფსიქიატრიული საავადმყოფო. განსაკუთრებული წვლილი ქართული ფსიქიატრიის განვითარებაში შეიტანა ავლი ბზურაბაშვილმა, რომელმაც ამ მეცნიერებას ასეულობით სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა. 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შემცირდა როგორც ფსიქიატრიული საავადმყოფოების, ასევე სტაციონარში მყოფი დაავადებულების რაოდენობა. დღეისთვის ფსიქიატრიული კლინიკების მდგომარეობა მძიმეა. საცხოვრებელი პირობები კრიტიკას ვერ უძლებს. ხშირად ისმის პრეტენზიები მომსახურე პერსონალისა და ექიმების მისამართით. ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არსებული ვითარება სახალხო დამცველის აპარატის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. 2010 წლის დასკვნაში ომბუდსმენის სამსახურმა კლინიკების ხელმძღვანელებს ბევრი რეკომენდაცია მისცა. მათ შორის პაციენტებისთვის სათანადო და ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შექმნა, პალატებში მდგომარეობის გამოსწორება, კვების პირობების გამოსწორება. დღეს პაციენტის მომსახურება 20 ლარი ჯდება. სახალხო დამცველის აპარატის დასკვნის მიხედვით ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანების ბევრი უფლება არ არის დაცული. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ დაგეგმილია ფსიქიატრიული კლინიკების რეორგანიზაცია, რაც ითვალისწინებს პირველ ეტაპზე თბილისში საერთო პროფილის საავადმყოფოებში ფსიქიატრიული განყოფილებების შექმნას. ასევე დაგეგმილია ფსიქიატრიული ჰოსპიტალის გახსნაც, სადაც სტაციონარულ მკურნალობას მძიმე ავადმყოფები გაივლიან. სულ თბილისში 4 ფსიქიატრიული კლინიკა იქნება. მალე ქალაქის მთავარი ფსიქიატრიული კლინიკა მდებარეობა შეიცვლის და ასათიანის ქუჩიდან ქავთარაძეზე გადავა, სადაც ექიმებისა და პაციენტებისთვის გაცილებით უკეთესი პირობები იქნება როგორც სამუშაოდ, ასევე სამკურნალოდ. ფსიქიატრები მიიჩნევენ, რომ ჰოსპიტალურ სექტორთან ერთად აუცილებელია ამბულატორიული მიმართულების განვითარებაც, რადგან ფსიქიკური დაავადების სტაციონარული მკურნალობა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ბოლო ეტაპია. სასურველია, რომ არამწვავე შემთხვევების მკურნალობა მოხდეს სარეაბილიტაციო ცენტრებში ან მობილური ჯგუფების მიერ პაციენტების ბინაზე მისვლით.
ჩვენ კვლავ განვაგრძობთ გადაცემას და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმარს, ასათიანი სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკის ხელმძღვანელს, ბატონ დავით ზურაბაშვილს. მოგესალმებით, ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მინდა საუბარი დავიწყო თქვენგან შემდეგი საკითხით. საზოგადოებრივი აზრი ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებთან დაკავშირებით. სად უშვებთ საზოგადოება ყველაზე ხშირად შეცდომებს მათთან ურთიერთობისას? საზოგადოება კი არ უშვებს შეცდომას მათთან მიმართებაში. საზოგადოება უშვებს შეცდომას თავის თავთან მიმართებაში. იმიტომ რომ მაგათი არაგანათლებლობა, არაშინაგანი მოთხოვნა აძლევს საშუალებას მათ გადააბრალონ თავისი პრობლემა სხვას. აი, მიუშვი რომ თითი თქვან რომ ის არის ავად და ამიტომ მე არ მინდა. მაგრამ ეს არის პრობლემა თვითონ საზოგადოების, რომელიც დღევანდელ დღეს მზად არ არის. მათ შორის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ სოფლიოში არსებობს ამდაგვარი პრობლემა, ქვეყნებს გააჩნია ზოგ ქვეყანაში უფრო მეტი, ზოგ ქვეყანაში უფრო ნაკლები. მაგრამ რაც თავარია, ყველაფერი არის დინამიური და ზარდი. ანუ ყველაფერი მიდის უკეთესობისკენ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საზოგადოება, რომელიც იყო 5 წლის წინ, ის საზოგადოება, რომელიც იყო 10 წლის წინ, პრინციპულად რადიკალურად შეიცვალა. ჩვენი საზოგადოება გახდა უფრო სხვა მენტალიტეტის. ანუ ჩვენმა საზოგადოებამ შეძლო და ყოველდღიურად სწავლოს, როგორც გაითავისოს სხვისი პრობლემა და მიიღოს იმ სხვისი პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობა. ხშირად გაიგონებთ, რომ ისინი არიან საშიშნი, მოძალადეები და ასე შემდეგ. ესეც მე ამ გადაცემის მომზადების დროსაც დავრწმუნდი, რომ არის ერთ-ერთი მთავარი მითი. ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებთან დაკავშირებით. აი კიდევ რა მითები გვხვდება, რა არასწორი წარმოდგენები მათ შესახებ? აი მე შემიძლია დავიწყო და ალბათ სრულიად სამართლიანად ან შევეცდები დავასაბუთო ის სიტყვები, რომელსაც თქვენ ახლა ბრძანებთ. თქვენ ბრძანებთ მითი. მითი რო არის საშიში, კი ბატონო, მითი რო არიან სულით ავადმყოფები. მოდი დავიწყოთ სულ სხვა რაღაცისგან, სულით ავადმყოფი. სული შეიძლება თუ არა იყოს ავად. არა. სული ჯამთელია. და ჩვენი მთავარი აზრი არის ის, რომ ავად არის მხოლოდ სხეული. სხეულს კიდე შესაბამისი მკურნალობის შემდეგ აქ რაღაცა ძვრები უკეთესობისკენ და ასე შემდეგ. ამიტომ თვითონ ცნება სულით ავადმყოფის ეს არის პრინციპულად და არანაირად არასწორი. იმიტომ რომ სული ყოველთვის არის ჯამთელი. მაგრამ არსებობს ალბათ ისტორია, საიდან წამოვიდა ეს. ერთ-ერთი პირველი ფსიქიატრული საავადმყოფოები და ზოგადად საავადმყოფოები ყოველთვის იყო ეკლესიასთან. ამ საავადმყოფოებში რასაკვირველი ჰქონდა ადგილი, რამდენიმე საწოლი თუ ასე შემდეგ, ფსიქიკური პრობლემების მქონე ხალხს და ადამიანებს. ეხლა რამდენიმე საუკუნის წინ მედიცინა თვლიდა, რომ ეს იყო ეშმაკისეული და ასეთ ხალხს ან წვავდნენ, ან ცივწყალში აძებდნენ, ან აბავდნენ და ასე იყო. და თვლიდნენ, რომ ადამიანს არის ამ შემთხვევაში ეშმაკი და სული არის სამკურნალო. ანუ თვითონ სულის ავადმყოფობა წამოვიდა რამდენიმე საუკუნის წინ და აქედან დარჩა ეს ტერმინი. აი რაც შეეხება საშიში. ხო, არიან თუ არა ისინი საშიში საზოგადოებისთვის, დანარჩენებისთვის, იმიტომ რომ ისინი საზოგადოების ნაწილი არიან, მაგრამ სხვებისთვის, ვისაც ჩვენ უწოდებთ ჯამთელ ადამიანებს, ხო? ჩვენ ვავიღოთ ჩვეულებრივი სტატისტიკა. ჩვეულებრივი სტატისტიკა ყოველთვის გვიჩვენებს იმას, რომ ის ადამიანი, ვინც არის, თქვათ, შიზოფრენიით, ორგანული ფსიქოზებით და სხვა ტიპის ფსიქოზებით დაავადებული, ის კრიმინალს პრაქტიკულად არ ჩადის. ერთი და ორი შემთხვევა არ ითვლება. და საიდან რითი იკვებება მაშინ ასეთი წარმოდგენები, რომ ისინი არიან საშიში? საიდან მოდის ეს წარმოდგენა, რომ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი შეიძლება სხვას რამეს უშავებდეს? რატომ საზოგადოებაში რატომ არის ასეთი აზრი? საზოგადოებაში ეს არის აზრი რის გამო? იმიტომ რომ ნაწილი ხალხის, ვინც არ ღვევს კანონს, საკმაოდ ბევრი მაგათ შორის, სტატისტიკა უკვე სხვა არის, გააჩნია თავისი ხასიათის სპეციფიკა. ანუ არიან ფსიქოპათიური ტიპის, არა ავადმყოფი, არამედ არის ხასიათი. ზოგი არის 7, ზოგი არის აქტიური, ზოგი არის კაპასი. აი მათ ასეთივე განსაზღვრა რომ გავაკეთოთ, ერთ-ერთი ქცევა არის მაგალითად ფსიქოპათიური ტიპის ქცევა, რომელიც არის აფექტური, ადამიანი მალე ღიზიანდება და აძლევს რეაქციას, დიდ რეაქციას პატარა გამღიზიანებელს. ეს სულით ავადმყოფი არ არის. მაგრამ როდესაც ადამიანი ცემს ვიღაცას რაღაც საშინელებას უზავს და ასე შემდეგ,
ბევრად უფრო ადვილია დაადო მაგას სახელი არასწორი, ვიდრე თქვა, რომ ის არის ანუ სამედიცინო გაგება ფსიქოპათიის ეს არის ხასიათი, საზოგადოების გაგება ეს არის ნებისმიერი, რაც არის არასტანდარტული ქცევა. ბატონ დავით, ასევე ხშირად გავიგონებთ, რომ ეს დაავადება, მისი მწვავე ფორმები არ იკურნება. ესეც არასწორი წარმოდგენის შედეგია? გეთანხმებით, ეს არ იკურნებოდა იქამდე, სანამ არ არსებობდა წამალი. მაგრამ იმის შემდეგ, როდესაც უკვე მსოფლიოში გამოჩნდა მედიკამენტი, პრეპარატი, ბიოქიმიური, ასე ვთქვათ, ერთეული, ეს უკვე შედის კატეგორიაში იმ დაავადებებს, რომლის კურნალობა შეიძლება, ეს შედის იმ კატეგორიების დაავადებაში, რომლის გამოსავალი ბევრად უკეთესია და უფრო მალე ვღებულობთ, ერთადერთი, რათა შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, საჭიროა პიროვნება დათანხმდეს ხანგრძლივ კურნალობას. მეტი არაფერი. აი რაც შეეხება ხანგრძლივ მკურნალობას, ძალიან ხშირად ავადმყოფები თავს არიდებენ ხოლმე, რომ მივიდნენ ფსიქიატრთან, როდესაც რაღაც პრობლემები აქვს. რატომ ხდება ასე? თვითონ ფსიქიატრი თავისი პროფესიით მიეკუთვნება მხოლოდ ბოლო რანგს, როდესაც სხვა გამოსავალი არ მაქვს და უნდა წავიდე ფსიქიატრთან. ჯერ მივდივარ ნევროპათოლოგთან, იმიტომ რომ ის არის ნევრების ექიმი. გეთანხმებით, ნერვული სისტემა ადამიანს აქვს, მაგრამ ნევროლოგიის კომპეტენციაში არ შედის ფსიქიკური პრობლემების განსაზღვრა. მის ჩვეულებრივ ლიცენზიაში და სამედიცინო საქმიანობაში. შემდგომში ნევროლოგთან თუ ვერაფერი შედეგი ვერ მივიღე, ჩავთვლით, რომ ალბათ მჭირდება ფსიქოლოგი. ფსიქოლოგი ძალიან კარგია, მაგრამ ფსიქოლოგიის კომპეტენციაში შედის რაღაც. ანუ გადის უკვე 1 წელიწადი, 2 წელიწადი, 3 წელიწადი და საბოლოოდ ფსიქიატრი 4 წლის შემდეგ ღებულობს 4 წლით გართულებულ და მძიმე შემთხვევას, რომელსაც პირველივე ეტაპზე შეიძლება 1 თვეში ან 2 თვეში პრობლემა ყოფილიყო დამთავრებული. მაგრამ ხა საზოგადოება დღევანდელ დღეს ფიქრობს ასე. აი ზუსტად არის თქვენნაირი ტიპის და ამდაგვარი გადაცემები სწორი ორიენტირებული, რათა საზოგადოებაში შევიტანოთ შესაბამისი განათლება და ფსიქიატრიის სწორი გაგება მოხდეს. მე ერთ-ერთი საინტერესო მომენტი მინდა მოვყვე. მე ასევე მუშაობ ჩვენ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ფსიქიატრიის კათედრაზე ან დეპარტამენტში და მაგ ერთ-ერთი თავისუფალი თემა, არჩევითი თემა, რომელსაც ქვია ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრია. სტუდენტს აქვს სრული უფლება აირჩიოს, აინტერესებს ეს თუ არ აინტერესებს. ბოლო 2 წელიწადი პრაქტიკულად მე აღარ მრჩება დრო, იმიტომ რომ ბევრ ჯგუფს უნდა. ანუ ეს ნიშნავს იმას, უკვე იმ ახალგაზრდებში, რომლის დღევანდელ დღეს არის 20, 21, 18 თუ 25 წლის და სწავლობენ სამედიცინო ფაკულტეტზე, დადგა საკითხი, მე ამის ცოდნა მჭირდება. დიახ. კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო, ეს ეხება სოციალურ ცხოვრებაში ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების ჩართვას. მათი დასაქმების საკითხი, ანუ კიდევ სხვა საკითხი ის, რომ სამსახურში ჩვეულებრივად დადიოდეს. ეს უნდა იწვევდეს თუ არა სხვებში გარკვეულად შიშ, რომ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი მუშაობს მის გვერდზე. ასეთი რამ შესაძლებელია, რომ ასეთი ურთიერთობა ქონდეთ, თუნდაც სამსახურში ჩვეულებრივი ურთიერთობა ქონდეთ ჯანმრთელ ადამიანს და ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს. ამ ხრივ რა პრობლემები გვხვდება საქართველოში? ასეთი, კი, რასაკვირველია პრობლემა დღევანდელ დღეს არსებობს საქართველოში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ სოფლიოში. რამდენად შეიძლება ორი ტიპის ადამიანი, ანუ ერთი, რომელსაც აქვს დროებითი ან მენტალური პრობლემები, ფსიქიკური პრობლემები, მუშაობდეს თუ არ მუშაობდეს. ადამიანს სამსახურში, როდესაც ღებულობ, შენ ნამდვილად არ გაინტერესებს მისი პრობლემა, უნდა გაინტერესებდეს მხოლოდ ერთი კითხვა. სამსახური როდის იწყება, როდის თავდება, შეუძლია თუ არა გააკეთოს ის თავის საქმე ხარისხიანად. კი ბატონო, თუ ის ადამიანი ამ კრიტერიუმებს აქ მაყოფილებს, მის უკან ის დღის განმავლობაში, დილით, შუა დღეს, საღამოს თუ მერე რა შვება? ანუ ამით არ უნდა ინტერესდებოდეს დამსაქმებელი, მაგრამ
ხომ შეიძლება ვთქვათ რაღაც არაადეკვატურ ქცევას კონდეს ადგილი და ჯამთელები არ აკეთებენ? დიახ, აკეთებენ, რასაკვირველია, მაგრამ ანუ არანაირი გამიჯვნა არ უნდა ხდებოდეს ამ კუთხით. ანუ მე რატომ სვამ ამ შეკითხვას, იმიტომ რომ საზოგადოებაში არსებობს ბატონ დავით ეს შეკითხვა, რომ ვის არაადეკვატური ქცევა ვისგან უფრო მეტად მოსალოდნელია, ხომ? ჯამთელებისგან ბევრად მოსალოდნელია არაადეკვატური ქცევა, ვიდრე იმ ადამიანისგან, ვისაც აქვს პრობლემა. გასაგებია, მე მინდა ვისაუბროთ ძირითადად დაავადებებზეა დღევანდელი ჩვენი გადაცემა, მაგრამ აუცილებლად მინდა შევეხო ამ სფეროს ზოგადად. რა ხდება დღეს ამ სფეროში? მე გავეცანი სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას და არის რეკომენდაციები თქვენ და მის სხვა კლინიკის ხელმძღვანელებისადმი, არის ასე ვთქვათ პრობლემებზე აქცენტირება, ასევე გავეცანი ძალიან ბევრ პუბლიკაცია, სადაც პრობლემებზეა საუბარი, მათ შორის ინფრასტრუქტურის პრობლემებზე, მაგრამ ასევე ვიცი, რომ დაგეგმილია რეფორმები ამ სფეროში, სულ რამდენიმე დღეში ვთქვათ იხსნება ახალი კლინიკები, აი ამაზე რომ მოგვითხროთ ამ ყველაფერზე. კი ბატონო, მოდით მაშინ ეს შევეცდები როგორ ხას დავანაწილო. მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის დასკვნა, რომელიც მას გასქონდა, არის მომზადებული საკმაოდ მკაცრად, მაგრამ უფრო მკაცრად მომზადება მაგის შესაძლებელი იყო. მაგრამ ამ დასკვნამ და ასეთი ტიპის სრულიად სამართლიან კრიტიკამ გამოიღო თავისი შედეგი. ამის გარდა თვითონ ქვეყანა მოემზადა, რათა გაეკეთა შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი და ძნელი ნაბიჯი და გააკეთა და აკეთებს და დაიწყო კიდევაც იმ რეფორმა, რომელსაც ქვია ფსიქიატრიაში, არა კონკრეტულად ერთ დაწესებულებაში, არამედ გლობალური რეფორმა მთლიან ფსიქიატრიის მთელ საქართველოს ტერიტორიაზე. მე არ მინდა ავწდე ჩემ კომპეტენციას, იმიტომ რომ მე ვარ მხოლოდ დაწესებულების ხელმძღვანელი და არა გლობალური პოლიტიკის, მაგრამ ზოგადად ვამაყობ იმით, რომ მე მომიწია და მიწევს იმ პერიოდში მუშაობა, როდესაც დაახლოებით 10 დღეში თუ 1 კვირაში თუ 15 დღეში, 1 კვირაში 10 დღეში ჩვენ ყველა ექიმებს გვექნება საშუალება ვიმუშაოთ ისეთ კლინიკებში, რომელიც დღევანდელ დღეს საამაყოა, პაციენტებს ექნებათ საშუალება იმკურნალონ და მიიღონ სერვისი ისეთ კლინიკებში, რომელიც საამაყო მკურნალობა არ არის, რომელიც მაქსიმალურად მათი პირობები ალბათ იქნება დაცული ამაზეა. არა სამკურნალო პირობები, არა ანუ იქნება დაცული სამკურნალო პირობები, იქნება დაცული ტექნოლოგიები მკურნალობს, იქნება დაცული ადამიანური უფლებები და ასე შემდეგ. აი რაც შეეხება მომსახურე პერსონალს და რაც შეეხება ზოგადად ახალ კადრებს ამ სფეროში. რამდენად პროფესიონალები გვყავს ჩვენ ამ სფეროში დღეს, იმიტომ რომ მე გამიგონია და წამიკითხავს ასევე ამ გადაცემის მომზადების დროსაც წავაწყდი პუბლიკაციებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ვთქვათ ექიმები არის შემთხვევები არ ექცევიან თლათ ადეკვატურად პაციენტებს. არის ცემის და არასწორი მოპყრობის ფაქტები. ამ დასკვნის მოდელს ამ ესე იგი სახალხო დამცველის ამ პუნქტს მე ნაკლებად ვეთანხმები. იმიტომ რომ თვითონ ადამიანი, რომელიც ირჩევს პროფესიას ფსიქიატრიას, ის გადის საკმაოდ სულ სხვა სკოლას. ფსიქიატრს თავის პროფესიულად აქვს სხვა აზროვნების ტიპი, სხვა მენტალიტეტი, სხვა ურთიერთობა. და ძირითადად ფსიქიატრიაში ან უხშირესად ფსიქიატრიაში მოდიან ის ხალხი, ვისაც ამდაგვარი პრობლემები ახლოს უნახია და იცის. ანუ ის ადამიანი, ვისაც ეს პრობლემები ახლოს უნახია და იცის, ის იმას, რაც წერია დასკვნაში, ვერ გააკეთებს და არ გააკეთებს. გასაგებია, მე მინდა ბოლო შეკითხვა დავსვა დღევანდელ გადაცემაში, რამდენად უწყობს ქართული დღევანდელი ფსიქიატრია ფეხს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ამ სფეროში. მე ამ შემთხვევაში არ გულისხმობ თქვათ კლინიკების გახსნას და მე ვგულისხმობ წმინდა სამეცნიერო მუშაობას. მიმდინარეობს თუ არა ეს სამეცნიერო მუშაობა, რამე შრომები ქვეყნდება თუ არა, ჩვენი მეცნიერები ფსიქიატრიაში რამდენად არიან ახლოს იმასთან, რაც ხდება განვითარებულ ქვეყნებში. დღევანდელ დღეს მსოფლიოში ძირითადი აქცენტი კვლევების მიდის უფრო ფარმაცევტული გზით. ფარმაცევტული გზით ნიშნავს იმას, რომ ფარმაცევტული კომპანიები ცდილობენ ახალი და ახალი ტიპის პრეპარატები გამოუშვან, გამოიყენონ და დანერგონ. თვითონ ის კლასიკური ფსიქიატრია, რომელიც არსებობდა, ანუ დალაგება ნოზოლოგიებია, დაავადებება, თავის დინამიკი და ასე შემდეგ,
ეს პრინციპში უკვე გაჩერებული საკითხი, არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაში და ანუ მედიკამენტოზური მკურნალობა ძირითადად მიდის მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელიც არის პირველი და შემდგომში რეაბილიტაციური მდგომარეობა. ანუ ჩვენ ამას ვეძახით ან რეაბილიტაციას, ან რეინტეგრაციას საზოგადოებაში, ან რესოციალიზაციას საზოგადოებაში. ანუ ძირითადი აქცენტი მიდის აი ამ ორზე. უკან როგორ დავაბრუნოთ პაციენტი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ გადაცემაში სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი გადაცემის მაყურებლებს კი შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო ასათიანი სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკის ხელმძღვანელი ბატონი დავით ზურაბაშვილი. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ არხზე. ნახვამდის.